მოგესალმებით ბატონო მეგობრებო. საფხულის ამ ცხელ დღეს ქართული ტევე სტუდიად იმყოფება სოფელ წეროვანში. ილია ჭავჭავაძის სახლში. ანუ ილიას სახლში როგორც ადგილობრივი ასე მოფერებს ეძახიან მას. და ჩვენ სტუმრად ვართ ბატონ ჯუმბერ პატიაშვილთან, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწესთან. და ჩვენი დღევანდელი საუბრის ძირითადი თემა გახლავთ თანამედროვეობის უდიდესი მოქანდაკე, უდიდესი მხატვარი ბატონი ზურაბ წერეთელი, რომლის ხსოვნას ეძღვნებს პატარა ჩვენი გადაცემა. მე მინდა დავიწყო ჩემი დღევანდელი, ასე ვთქვათ, შეკითხვა დიდი მოღვაწის ბასილი დიდის სიტყვებით. ცოდვით ცხოვრების ბოლო სიკვდილია. საფრთხო ცნებებით ცხოვრების ბოლო კი მარადიული სიცოცხლე. და სწორედ ეს თავიდან ბოლომდე შეიძლება ვთქვათ ბატონი ზურაბ წერეთლის შესახებ, რომელმაც ისე იცხოვრა, რომ მარადიული სიკეთე აკეთა და მისი ცხოვრების ბოლოც მარადიული სიკეთის კეთებით დასრულდა. ბატონო ჯუმბერ, თქვენ ახლო მეგობრული კავშირი გქონდათ ბატონ ზურაბ წერეთელთან და დღეს მინდა გესაუბროთ ერთ უმნიშვნელოვან საკითხზე. საქმე ეხება მოსკოვის ცენტრში აღმართულ ზურაბ წერეთლის შედევრზე. ამას სხვასოდეს მე მას ვერ მოუძებნი, რომელსაც ჩვენ ქართველები უძახით ქართული ამბანის ძეგლს. საბჭოთა კავშირში მას უძახოდნენ ხართამეგობრობის ძეგლს. და ამას ამართლებდნენ იმის, რომ ძეგლის გვირგვინზე, ესე ყველაზე მაღალ ადგილას ძეგლის გამოსახულია ოქროს, ასე ვთქვათ, ოქროს ასვებითა და ოქროს ფერით განსაკუთრების იჩუქზე ჩანს ასე ვთქვათ, ვაზის ყლორტი და პურის ძნა ერთმანეთში გადახლართული და ამას უწოდებდნენ, რომ ეს იყო მარადიული მეგობრობა ქართველ და რუს ერებს შორის. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც ვინმეს მეგობრობაზე უარს ვამბობთ, ან ვინმესთან მეგობრობა არ გვინდა, ჩვენ ყველასთან მეგობრობა გვინდა, ჩვენ მშვიდობის მოყარი ხალხი ყოველთვის ჩვენი არსებობიდან დღემდე ამან გადაგვარჩინა ამდენი მოღვაწეები ამდენხანს, მაგრამ როცა ამ ძეგლს კიდევ ერთხელ გადავხედეთ და განსაკუთრებული ყურადღებით ერთ რამეს ასე ვთქვათ, მივხვდით, რომ თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ბატონი ზურაბი ძალიან ხშირად საუბრობდა ჩემთან პირად საუბარშიდაც უფლის შესახებ. და როცა ამ ძეგლს ნახეთ და განსაკუთრებით მის გვირგვინს კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ არ არის ზურაბ წერეთელი ისეთი პიროვნება, რომლის ნამუშევარს შეიძლება მხოლოდ ცალხაზოვნად შევხედოთ. ეს არის უაღრესად დახვეწილი ხელოვანი, უაღრესად განათლებული, უაღრესად წიგნიერი და რაც თავარია უაღრესად ღმერთთან მიახლოებული. ამიტომ ჩვენ დავინახეთ პირველ რიგში არ ვიცხამთ ვინ დაწერა ამ შესახებ თუ არ დაწერა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ უფლის თაყვანისცემა, უფლის დაფასება, ვისადმი დიდი სიყვარული. ბატონმა ზურაბმა ამ გვირგვინში გამოსახა ხორცისა და ღვინის ერთობა. ზიარებას ჭეშმარიტი ქრისტიანი ღებულობს ღვინისა და ხორცით, ღვინისა და პურით. და იესო ბრძანებს ჩვენი უფალი, რომ ასე ვინც არ მაგიარებს მე და არ მიიღებს ჩემ ხორცს და არ მიიღებს ჩემ სისხლს, ის არ არის ჩემი მეგობარი. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ამ გვირგვინში ვუყურებთ სულის ერთიანობას ხორცთან და სისხლთან, პურთან და სისხლთან. და ეს არის ჩემის აზრით განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ძეგლის, რომელსაც დღემდე, ასე ვთქვათ, მთელი საქართველო და მთელი მოსკოვი უყურებს, როგორც ერთ-ერთ უბრწყინვალეს ფნილებას ბატონ ზურაბ წერეთელისას. ბატონო ჯუმბერ, თქვენ არაერთხელ ნამყოფი ხართ, ასე ვთქვათ, ამ ძეგლის გარშემო, გინახავთ ეს ძეგლი, თქვენ თავის დროზე ამ ძეგლის სურათიც კი ჩამოიტანეთ და გადაეცით საჩუქრად ეს რა ქვია მუზეუმს, აკაკი წერეთლის მუზეუმს სპიტორში და იქვე აღნიშნეთ ამ ძეგლის მნიშვნელობის შესახებ. ეს მოყვება, როცა აკაკის ძეგლი გადმოსცა საჩუქრად
ბატონო ზურაბწერეთელმა საქართველოს და აი კიდევ ერთხელ ვიცხათ ამის შესახებ. აი ამ ძეგლის შესახებ, ბატონ ზურაბის შესახებ და როგორ მოხდა აკაგის ძეგლის სვიტორში და როგორ მოხდა ის ძეგლი, რომელიც დღეს გავს მოსკოვში, ამბანის ძეგლის მხედველობაში. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისათვის და მოგზაურობისათვის, რომ ნახოთ თქვენ თვითონ მარტო ზურაბწერეთის შემოქმედებაზე არ არის საუბარი. საუბარი არის ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ვინაიდან მართლმადიდებლობა იყო და არის გადამრჩენი ჩვენი ერისა, ჩვენი ქვეყნისა და მართლმადიდებლობა გადაარჩინა სწორედ ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ დღევანდელ დღეს. ყოველ შემთხვევაში ახლა მე ისეთი ახსნას ვერ გავაკეთებ როგორც თქვენ და როგორც ცოდნე ბრძანდებით ამ სფეროსი, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ზურაბწერეთის შემოქმედება ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოს ისტორიასთან. მე მქონდა ასეთი ბედნიერება იმდანაც, რამდენადაც მისი პირველი შემოქმედებაც კი იაპონიაში მქონდა ნანახი და ამის შემდეგ კიდევ უფრო გამძლავრდა საქართველოს ავტორიტეტი და მომძლავრდა ისე, რომ არ იყო ქვეყანა, სადაც მისი სახელი არ წარმოიშვებოდა და არ შექმნიდა იმ რაღაც განსაკუთრებულ ძეგლს, რომელიც დღეს ისტორიის საკუთრება არის. ეხლა ძნელი არის ამ დარბაზში ახლა ყველაფერს ვერ წარმოაჩინე, მაგრამ სურათი გადაღებული არის 2-3 წლის წინ, 3 წლის წინ უფრო სწორად მოსკოვში, როდესაც გახდით და ზურაბთან ერთად გადავიღეთ ეს სურათი და იცით რა, სიამაყის ცნობით უყურებდი მე ცას და მაღლა ვიყურებოდი, ვინაიდან ხალხის დამოკიდებულება იყო ისეთი და იმ დაგვარი, რომ მოცვიდნენ მე ნუ ზურაბი იცნეს, იცნობდნენ მას და გამოხატეს დიდი პატივისცემა და მადლობა იმისათვის, რომ ეს ძეგლი შეიქმნა. ამ ძეგლის ავტორი არის ზურაბწერეთელი და ვაზნესევსკი რუსეთის, რუსული ენა წარმოაჩინა ვაზნესევსკიმ და ზურაბწერეთელმა. კი ბატონო, ლექსიც. მაგრამ ამ ძეგლის ისტორია, დადგმის ისტორია არის დაწყებული ჯერ კიდევ წინა წლებში ბუნებრივია და ზურაბს და მის ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მოსკოვში წარმოაჩენდნენ როგორც ხელოვნებას, არქიტექტურას და მთავარი არქიტექტორის მოსკოვისა უახლოესი ახლობელი იყო ზურაბწერეთის. ამანაც განაპირობა რასაკვირველია, მაგრამ მაინც ისტორია, საქართველოს ისტორია ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ამ ძეგლში. და მარტო ეს ძეგლი არ არის, იქ მოსკოვში ძალიან ბევრი ძეგლია მის მიერ შესრულებული და მარტო მოსკოვში არა. თქვენ ნახავთ მეორე დარბაზი არის პერედელკინო, სადაც არის ნაჩვენები ზურაბის შემოქმედება, რომ არ არის ქვეყანა, არ არის ესეთი დიდი მაღალი ღირსებისა თუ სიმაღლის ძეგლი, რომ მას მონაწილეობა არ მიეღოს. და რაც შეეხება მეგობრობისა და ურთიერთობის ძეგლს, ეს სწორედ წარმოიშვა და სუფრასთან ვიყავით, ეს წინა პერიოდია, 70-იანი წლებია, როდესაც ქართულ ენაზე თქვენ გახსოვთ იყო გამოსვლები საკმაოდ ესეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოხატა ზოგიერთმა, მაგრამ ისიც წინასწარ შეთანხმებული დადგმულივით იყო, ვინაიდან იმ კონსტიტუციაში მხოლოდ საქართველოს და სომხეთს ჰქონდა თავისი ენის წარმომავლობაზე დაფიქსირება, რომ კონსტიტუციაში უნდა ყოფილიყო. და როდესაც გახდა ცნობილი მავან და მავანისთვის თქვენს რომ დაარჩეს ისე როგორც იყო, ეს იყო ჯერ კიდევ სტალინის დროს მოხდა 36 წელს, როდესაც კონსტიტუცია იწერებოდა. დიდეგამის კონსტიტუცია გახდა. დიახ. და აი ამის შემდეგ, დადგა ეს დაპირისპირება, როცა ქართული ენაც გვართმევენ იყო ასეთი თქვენ იცით რომ მე მთელი რიგი პოლიტიკური ღონისძიებების გატარდა, გადაწყვეტილებები ბევრი დაისაჯა სამწუხაროდ არასწორად, იმიტომ რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ ძეგლის, შეიძლება ითქვას ამ ენის ამოღებას კონსტიტუციიდან, ვინაიდან იყო საერთო საკავშირო, მაგრამ ჩვენ იმ სისტემაში ცხოვრობდით და მაგრამ წინააღმდეგობა არ ყოფილა და მოხდა მისი დარჩა და საქართველოს მოიპოვა და დაიბრუნა თავისი სახელმწიფო ენის არსებობის საშუალება, რომ კონსტიტუციაში ყოფილიყო. მე ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ჩვენ ბევრ ფაქტზე სწორ განსაზღვრას ვერ ვაკეთებთ, ვერ ვაძლევთ სწორ ინფორმაციას და
ახალგაზრდობა იზრდება ისე, რომ თითქოს ამადამ ღონისძიებით მოხდა გადარჩენა რაღაცის მაშინ, როდესაც სულ სხვა მიზეზები არის, სულ სხვა. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ულამაზესი არის. მე ამ ულამაზესი მე კი არ ვლაპარაკობ ამას, ეს თქვა უცხოელმა. ეს თქვა მარგარეტ ტეჩერმა, რომელიც ერთი დღე იყო ჩამოსული საქართველოში და მოხიბლული წავიდა. არაფერი არ გაუკეთებია განსაკუთრებული, მაგრამ მისი შეფასება ჩემთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვიღაცა ზოგიერთი მეცნიერის, რომელიც სამწუხაროდ მოწყვეტილი არის სამყაროს და საქართველოს ნანახი არ აქვს. საქართველოს უნდა ნახო. საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში. აი ახლა მას ვამბობ ხმამაღლა, იმიტომ რომ იცით რა არის დრო გადის ასაკი თავისას მაინც გვაძლევს იმისთვის უფლებას, რომ თქვა ბოლომდე ის, რასაც ვფიქრობთ. ვფიქრობდი და ვფიქრობ, ეს მომდიოდა ახალგაზრდობიდან და ამ დარგში მუშაობდი, მოღვაწეობდი, რომ საქართველოს ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც არის ტროპიკული ჰავა და ყინულოვანამდე და უდაბნო. ესე იგი, არის აი ამ პატარა ციდა მიწაზე ყველა რაც კი არის აფრიკიდან ყველა სარტყელი არის აი ამ პატარა მიწაზე და სალვადორ დალის ნახატი რომ არის მეორე დაბადება ზუსტად მინიშნებული არის იქ ეს ახლა სხვადასხვანაირი შეფასება აქვს ამ ნამუშევარს მაგრამ მე გეუბნებით რომ ის არის საქართველოს მსოფლიოში აღიარებული წერტილი სადაც არის ყოველივე ის რაც არის მსოფლიოში ერთად კი ბატონო და როდესაც მე ახლა დღესაც შეიძლება იმის თქვა რომ დაწერილიც მაქვს სოროსი რომ ბრძანდებოდა აქ და სოროსმა რომ დაიწყო მოედო აქაურობას მაშინ არავინ არ იცოდა ვინ იყო სოროსი როცა მე ამერიკას მოსკოვიდან მთხოვეს ისეთმა პიროვნებებმა მეცნიერებმა რომ ჩამოდის უნგრელი პიროვნება არის უნგრეთიდან და როცა დავსვი საკითხი რომ და შევავსეთ ჩვენი გეგმა შევასრულეთ, ესე იგი შევასრულეთ რომ პროგრამა ყოფილიყო ისეთი, უნდა ენახა სვეტიცხოველი, უნდა ყოფილიყო თბილისის მუზეუმებში და ხელოვნება, უნდა ენახა საინტერესებდა თურმე მას და მან მითხრა უნდა წავიდე აბასთუმანი უნდა ვნახო და ნუ აბასთუმანი იმდანად გაუგებარი იყო ჩემთვის იმ მომენტში რომ პასუხიც ვერ გავეცი და აბასთუმანი რატომ თქო რა არის ისტორიული მაშინ როდესაც აბასთუმანი მართლაც ისტორიული წერტილი არის მსოფლიოს ისტორიული წერტილია გეოგრაფიული, ბიოლოგიური, რა ვიცი, არის განსაკუთრებული არის, რომელიც ალბათ შესწავლის მოითხოვს მომავალშიც და აიქო მიხაილ რომანოვიჩის არის ეკლესია აშენებულია, ნუ ახლა რასაკვირველია, ყველა ეკლესია ისტორიულია, მაგრამ ესეც შემთხვევითი არ იყო. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ტარდება, რომელიც მიმართაც სხვადასხვანაირი დამოკიდებულებაა გამოხატული არის ჩაფიქრებული აქვს ერთი, კეთდება მეორე და შედეგი არის მესამე. და ჩვენ აღმოჩნდით ესეთ სამყაროში. საქართველოს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უშესანიშნავესი წერტილი, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება. აქ არავით არის სხვა ქვეყანასთან ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ მან დაგიმონოს და შენ და მონად არ ყოფილვარ, არც ვიქნები და მონობას არ უსურებ არავის. ამიტომ მე დავბადებული ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღებ. აი ეს არის მონობა ეს არის. ამიტომ თქვენ თუ ნახავთ ნებისმიერ აი ამ დარბაზშიც და ნამუშევრებს აქაც რომ არის ისტორიული სურათები არის იგივე მცხეთის ისტორიული სურათები რომელიც გადაღებული არის მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ არის ისეთი ნამუშევრები რომელიც შექმნილი არის ჩვენი დიდი წინაპრების მიერ და აქ არის ნამუშევრები რომელიც შეიქმნა ჩვენი ღირსეული მოქანდაკეების აქ მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრები აქ არის აღმოჩენილი ვაჟა-ფშაველას აი გულქანის ნაჩუხარი წინდები ჩემთვის ყველაზე დიდი ძვირფასი არის ჩვენმა ტელევიზიამ გადაიღო სხვა შორის ბატონო ჩვენმა ტელევიზიამ გადაიღო მაშინ ეს კი გადაიღო და მონაწილეობდა უბრალოდ რის თქმა მინდა ისიც ვაჟა-ფშაველას მუზეუმს რო ააშენებს კაცი და იგზევს რო დადგავს რა იმ პიროვნებისადმი უნდა კონდეს ეს პატივისცემა აქვს მე ამას კი და იქ ვინც გააკეთა იქ მოქანდაკეები იყვნენ ხატრები იყვნენ ხელოვანი ხალხი იყო მაგრამ ნუ დავივიწყოთ რომ ჩვენ ვისი შვილები ვართ რა არის ჩვენი აი გენი რომელზეც ახლა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ აღმოჩენილი კი არ არის ნათქვამი საბოლოო ჯამში მაგრამ საქართველოს ტერიტორიულად რომ იმყოფება რაღაც ისეთ გარკვეულ გარემოში არ არსებობს ქვეყანაში 3 მილიონი ნახევარი 4 მილიონი მოსახლეობა არის ტერიტორია რაც გვიკავია თქვენ კარგად მოგეხსენებათ და რომ აიღოთ ერთიდან მეორე ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე და
ტროპიკები და რა ვიცი რაც ასე რომ თელსოფლიოს ნახა. ასე თელსოფლიოს ნახა, ასე რომ მე ძალიან მიხარია რომ დღევანდელ დროს ეს თემა ასე დგას და აი ეს ძეგლები რომელიც დადგმული აქვს იგივე და ის თბილისის ზღვაზე რაც არის გაკეთებული ზურაბ წერეთლის მიერ ქართული მატიანი ახლა ყველა ახალგაზრდები უნდა მიდიოდნენ იქ და უნდა სწავლობდნენ რომელ ეტაპზე რა ახლა ზურაბი შეიძლება ითქვას მას ახლა არ მინდა ახლა ვისაუბრო ისე რომ რაღაც ყველაფერი იცოდა ყავდა ისეთი რჩევლები ისეთ ხალხთან მეცნიერებთან და მისი მოწაფეები და მასწავლებლები ვინც იყვნენ მათ უსმენდა კიდევაც და აკეთებდა და ამავდროულად წარმოაჩინა საქართველოს ღირსეულად რომელსაც მეცაც და ახალი ახსმას საქართველოსთან ერთად და ამერიკაში რაც გააკეთა იქ კლინტონი ესწრებოდა იმ გახსნას გლოვის ცრემლი ნუ ახლა არის ესეც მოვლენა თავისებური ჩვენ არ ვაფასებთ ახლა მაგრამ გავაწლები და ეს უფრო ანდა არესიბოში რო გააკეთა კარიბის ზღვის ნაპირებზე პუერტო-რიკოში რა კოლუმბის ზეგლი რომ არის გაკეთებული ასე რომ ჩვენ ესწრებოდით კიდე იოანეს ზეგლის გახსნას პაპის ზეგლის გახსნას პარიზშიც ვესწრებოდით მასიც იტალიაშიც ვიყავით სადაც იხსნებოდა მაგის ზეგლები ნამუშევრები ასე რომ ეს ისეთი შემოქმედია რომელიც შესწავლილი არ არის ამიტომ იქ პერედელკინოს პატარა დარბაზი რო გვაქვს ჩვენ აი პერედელკინოს იქ ადამიანი რომ მოდის რწმუნდება რომ ეს მოვლენა ესეთი რომელიც შესასწავლი არის ანდა კითხვაც ის რომ ეს მაგის გაკეთებულია თუ არა რომ არ ვცნობოდა და არ ვიცნობდი კარგად და მე ბავშვობიდან ახლა ერთად და ჩემი უახლოესი მეგობრების გურამ დუდუჩავას, ნუგზარ ჭიჭინაძის, თბილისელი ეს ბიჭები ვინც იყო, ყველას ახლობელი და მეგობარი და ჩვენი ერთად ვიზდებოდით რა და პირველი ნამუშევრები რაც გააკეთა, ისიც უნდა ითქვას, რომ აქაც კი არის, წეროვაშიც კი არის მისი ნამუშევრები, ახლა ნუ აღარ არის ყურადღების ქვეშ. ორი აუზი არის გაკეთებული მის მიერ, აღარ ლაპარაკობ ბიჭვინთაზე და აფხაზეთში რაც აქვს გაკეთებული კიდევ. ასე რომ მან რაც ჩაიდინა რა გაგებით რომ საფრანგეთიდან გადმოასწრეთ აი უნდა გეკითხო კალეს სალიას გადმოასვენეთ და დიდუბის პანთეონში დაგზავნეთ თქვენ მისმა მეუღლემ თხოვათ ხო დიახ ნინო სალიამ თხოვა ეს ერთადერთი სათხოვარი მაქვსო და ისეთი მადლიერი და მადლობელი იყო რომ მე აი საათი წარ კედელზე გამოკიდებული რაც ვაჩუქა. სხვა შორის ზურაბ წერეთელმა მაშინ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში. მან გააკეთა ეს, იმიტომ რომ მოლაპარაკება ჰქონდა ჯორჯ მარშალსთანაც იქაც ყველაფერი ხელმძღვანელობა იყო კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ხო. და საფრანგეთის იქ ქალაქი ვინც იყო მერი რიაბოვი გახდა და მოვილაპარაკეთ ყველაფერს, მაგრამ ზურაბმა თვითონ ჩამოასვენა და დავასვენეთ. აგრეთვე დიდი როლი მიიღო აქ მე ამოვწერე ჩემბატონო ხალბატონი ნინო პოლტორასკაი ეს გახლავთ ექვთიმე ღვთისკაცის მეუღლე. დიახ, ის ასევე სწორედ იმავე წელს მოხდა მისი გადმოსვენება. საფრანგეთში მას ყავდა ძალიან ბევრი ახლობელი, მეუღლე, ზურაბის მეუღლე სწორედ იყო ძალიან დიდებული ხალბატონი და ნათესავები ყავდა მას და დიასპორასთან ურთიერთობა ჰქონდათ და რა ვიცი ახლა. ასე რომ საქართველოს პატრონობდა. გასაკუთრებით ყველანაირად პატრონობდა. აქაც და რუსეთშიც რა ვიცი ახლა მე დავასახელებ პიროვნებას რომელიც უკმაყოფილო იყოს მისი შემოქმედებითა და ამ ძეგლის ნიშნულობა, თავარი ნიშნულობა მაინც რა არის, რომელიც ძეგლს ხა მოსკოვში დგას. ამის თავარი ნიშნულობა ის არის რომ ჩვენ მართლმადიდებლობა ეს აი რაც ბრძანეთ პური და ღვინო ეს ერთი და მართლმადიდებლობა უნდა წარმოვიდგინოთ რომ მე-12 საუკუნეშიც კი, როდესაც თავარ მეფე მივათხოვეთ გიორგი რუს, უბრალოდ ახლა კითხვა ხონდა დაიბადოს, როგორ ხდებოდა, როგორ მოხდა, მეფე მივათხოვეთ, კაცო. მე არ გამოდგა, ახლა მაგის გარკვევა ძნელია, მე ვერ გავარკვევ მაგას, მაგრამ თუ არ გამოდგა, გაშორდა, ხო? მაგრამ მე გაშორდა და გაყვა ეს იყო ეს ქორწინებაც, ურთიერთობაც, ეს ადამიანთა ურთიერთობა განსაზღვრავს ქვეყნის ხვალინდელ დღესაც. და მართლმადიდებლობა იყო განსაზღვრული და არის და იქნება. მართლმადიდებლობის გარეშე საქართველო ვერ იარსებებს. მართლმადიდებლობა გადაარჩინა საქართველო და მართლმადიდებლობა უნდა იყოს ერთ-ერთი წამყვანი. თქვენ ცხოვრებაში ბატონ ჯუმბერი იყო ასე ჩემ თქო, როცა გორბაჩოვი იყო მაშინ გენერალური მდივანი, რომელსაც დაურეკა მაშინდელი
თავდაცვის მინისტრი იაზოვს და უთხრა თქვენ ხართ არა მართლაც დავით გარესთან დაკავშირებით. დავით აი ზუსტად ამაზე მინდა მეკითხა. აი ზუსტად აი ესე დაურეკა ჩემი თანდასწრებით და ჩემი ესრებოდი მე და ეს გარბაჩოვი ვიყავი. და უთხრა შენო მართლმადიდებელი ხარო? იმან უპასუხა ხო თუ მართლმადიდებელი ხარ გადაწყდა საკითხი როგორც ეს მართლმადიდებლობას სჭირდება და აუცილებელი არის და მართლმადიდებლობა მოითხოვსო. მართლაც ასე იყო. ამას მოყვა მე 24 გენერალის ვიზიტი ჩამობრძანდნენ და სურათებიცაა გადაღებული, ფილიცაა გადაღებული, არაფერი უბრალოდ თავის დროზე, როცა 21 წელს ტერიტორიების დაყოფა ხდებოდა, მაშინ ეს თემა არ იყო მთავარი თემა. და ამიტომ მოხდა, რომ ბერთუბანი მოხდა ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის. მაშინ, როდესაც იქ არის თამარ მეფისა და რა ვიცი, ფრესკები და ისეთი უძველესი ქართული საკათ სალოცავები არის. და შეთანხმებას მოხდა ეს შეთანხმება მე გავასანი მარიკა ლორკიფაიძეს და ნოდარ ნათაძეს 26 მარტს მაგ წერია რომ შეთანხმება ვართ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან რომ ჩვენ უნდა გავხსნათ მუზეუმი უნდა გავხსნათ იქით აზერბაიჯანში სადაც ქართველობა ცხოვრობს და მათ უნდა გავხსნათ მუზეუმი მარნეულში ბაქოში და თბილისში ეხლა როცა საუბარი არის სამხრეთ ჩრდილოეთ კავკასიაში მაცხოვრებელ ქართველობაზე უნდა ითქვას რომ ბევრს 14000 იყო ქართული გვარით ქართულად იწერებოდა ქართულ და დაახლოებით 50000-მდე იყო რომელსაც ქართული გვარი აღარ ქონდა საინგილოზე საუბრობ საინგილოზე ინგილოებს იყო აი ახლა მე ციფრები მახსოვს შეიძლება მე ვიღაცა ამაზე ატეხოს ამბავი მაგრამ გადაამოწმე და ნახეთ შეთანხმება მივიღეთ, რომ ყველა შეეძლო თავისი გვარი აღედგინა, რომლის წინააღმდეგობა იყო ადრე. მივახციეთ ეს ბაქოსთან. ეს ხელშეკრულებაზე პირადი საუბრითაც იყო და ამავდროულად ჩვენ საინგილოდან მე საგანგებოდ საინგილოდან ხალხს არ ვიწევდი, როცა იყო რაღაც წყალდიდობები იყო და ესე სტიქიური უბედურება, საინგილოდან ხალხი არ მოყავდა საგანგებოდ, რომ ისინი არ წამოსულიყვნენ. ის საინგილო საქართველოსია და იმ საინგილოშიც მე ერთი ვაშლის ხემა დარგული იციან ინგილოსმა და ამას იმიტომ რომ ჩვენ რაღაცას ისტორიასაც უნდა გავუფრთხილდეთ და ისტორიასთან ერთად ახალგაზრდობა უნდა იცოდეს. კაცი ისე მიდის აქედან ბრიუსელში და ჰააგაში და ნიუ-იორკში საქართველოს არც ერთი კუთხე არ უნახავს. კი ბატონო. ჯერ საქართველოს შეისწავლე, კაცო. ჯერ საქართველოს ნახე. აბა ნახე როგორ დადიან და როგორ დარბიან. ისე გადაფრინდებიან და გადმოფრინდებიან, ვითომ არაფერი. მაშინ როდესაც საქართველოს არ იცნო. წეროვანი რომ წეროვანი ამასაც ისეთი ადგილი აქვს, აი ბარსნო გაიხედავთ, წმინდა ნინოს გზა რო არის, აი რომ ჩამოვიდა წმინდა ნინო, აი აი გზის ნახვაც ხო შეიძლება კიდევ კარგად რა. აი რომან რურუა ეს არის დიდებული პიროვნება, კაცო, არც სპორტსმენი კი არ არის, კაცო. ეს არის ჩემი ბავშვობის მეგობა ერთ უბაში. კი იყო სამეგრელოდან ჩვენ უბაში იზრდებოდა მე თბილისში ჩამოვიდა და ეხლა ჩემი ზოვლად არის. აი ამ დარბაზში მას შეხვედრა მოუწოთ, კაცო. მოიტანა თავის ჯილდოები, მოკლედ ამ რომან რურუამ რაც გააკეთა დღევანდელ დღეს ეს სამაგალითო ყველასთვის რა. გადაცა ჩვენს საპატრიარქოსსა და ჩვენს სახელმწიფოს. გადაცა თავისი ყველაფერის რაც შექმნა. და ეს რომან რურუა როცა იბრძოდა მაგის როცა გამოდიოდა ხალჩაზე, საგანგებოდ მიდიოდა ხალხი და რომან რურუა ჭიდაობდა. და ასეა ბევრი მარტო რომან რურუა კი არა, სპორტსმენები აიღეთ გასო. ანდა დღევანდელ დღეს ბაზაზე რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენ ცოტა პრეტენზია უნდა გქონდეს, რაც შეგვიძლია პრეტენზია ახლა შეიძლება ოჯახში გქონდეს ერთმანეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ხმალში თან, ხმლის ფარიკაობაში 1700 კაცი მონაწილეობს. და შენ ამ დროს შეურაცხყოფას აყენებ, იმიტომ რომ სხვა ქვეყანას აყენებ შეურაცხყოფა იმის გამო რომ ამ ეს დაიჭრდილება ხომ იცი რა. რა თქმა უნდა. სოფლიოში ახლა ნორმალური კაცი არ დაასაჩუქრებს იმას, ვის ეს დროშები დაწვა, დაუშვათ იგივე რუსეთის დროშები გაწვა. არ შეიძლება ესე, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ახლა რო აიღეთ, ოლიმპიადა აიღეთ, კაცო. ჩემპიონები ჭიდაობა აიღეთ, კაცო. რაც ლიპარტელიანმა გააკეთა და ჩვენმა ქალებმა გააკეთა. როგორ შეიძლება რომ ცაში არ აიყვანო რაღაც წარმოაჩინო მეც. აი ამ პატარა ერმა, პატარა გენმა. მე აღარ ვლაპარაკობ იმ მეცნიერებაზე. თემი სოფლიო აქცია იაპონურ ჭიდაობაშიც. აბა ესეა. მე აღარ ვლაპარაკობ, ეხლა რომ დაასახელებ მე
გორისშიც მუშაობდი და გორში ვიც ჩამოდიოდა, ახლა ყველა სხვას ვერ გავიხსენებ, მაგრამ იმის საპატიცულო, სტალინის საპატიცულო ჩამოდიოდნენ კაცო. დღეს ნორმალურია, რომ საქართველოში სტალინის ქუჩა არ იყოს კაცო. ჟავანაძის ქუჩა არ იყოს. და ამ დროს არის იმისი ბუშისა და იმისი საბჭაკის ზეგლი დგას. არა, ერთ-ერთს ვაპარაკობთ და ესე იგი რა არის, იცით? ბევრმა დაკარგა სინდის ნამუსი და ისე ცვლის და ისე დაგელაპარაკება, ისე გაგლანძღავს, ისეთ რაღაცას მოგიგონებს, რომ უნდა ზდიო მართლა, მაგრამ რა ზდიო რა, აქ იმაზე კი არ არის ყველობაზე და უბედურებაზე, კაცო. გაუფრთხილდეთ ცოტა. მე არავის მიმართ, აბა დაასახელეთ. იგივე ოპოზიცია, რომელიც იყო, იმ დროს, ჩემ დროს ოპოზიცია იყო, აბა თქვენ ერთ აბზაცს თუ ნახავთ, ჩემს მიერ გამონათქმულს, მათ საწინააღმდეგოდ, რომლითაც მე მათ შეურაცხყოფას ვარ. თუ ნახავთ ერთ აბზაცს, ბოდიშს მოვიხდით საქმე ხოლმე და მე დაგემშვიდობებით. მაგაში ვერ მიიღებს. არა, უბრალოდ გული მწყდება კაცო. ვერ აიღებს ეგეთ რაღაცას, რომ მე რა პოსტავ რო ლაპარაკობს, ბოლომდე ვერ ლაპარაკობს, ისე დგანან ახლა და უყურებენ და რაღაცას მე დავდე ის მე მოვიტარე, მე მოვიპოვე ის. კი ბატონო. მე რა პოსტავ, იმიტომ რომ ამბობს იმას გულახდილად, გულწრფელად, რომ ასეთია, ისეთია. ბავშვობ ერთად გავატარეთ კაცო. ანდა თქვენს მაშინ დავათვალიერეთ დიდი ქართველი ფეხბურთელის ბორის ბაიჯაძის თქვენ და მე ნაჩვენებინ და უნდა უთხრათ ჩვენს მაგალ ვინც არის რომ თქვენ ფეხბურთი გითამაშეთ დინამოს სტადიონზე ბორის ბაიჯაძესთან ერთად დინამოს სტადიონზე შერბინსკი პაიჭაძე პატიაშვილი. კი ბატონო. და ბავშვობაში მერაბ კოსტავასთან ხო თამაშობდა ზიად გამსახურდიაც იყო ვაკეში ბარნოვის ქუჩაზე ზურაბ ჩაჩხიანი არის მაგაც კლასელი დარჩა ცოცხალი რომელიც ღმერთმა კარგად იყო ეგ არის ერთჩელი ძმაკაცი ბოლო რა ჩვენო ოპერატორმა ბატონმა ჩვენმა ნიკამ გადაიღო ახლა სურათებს სადაც ბატონ ზურაბ წერეთელი გამოსახულია სხვადასხვა ადამიანებთან დიახ ამ ხალხთან ის მეგობრია წლების განმავლობაში და ყველას დიდი პატივი იყო ხელის ჩამორთმევაც კი ზურაბ წერეთელისთვის აი ესეთი დიდი მოღვაწე ხავდა ჩვენ ქართველებს დიახ და ძალიან მინდა რომ ეს მოღვაწე უფრო მეტად იყოს დაფასებული საქართველოში ვიდრე დღეს არის მაგრამ მის დაფასებაზე ყველაზე კარგი მითემის ძეგლები რომელიც საქართველოს ამშვენებს აი სულ უბრალოდ ძეგლი ახლა აქ რო დგას თბილისში ფრუზიკა იჩიანის ბუბაკი გაბიზის და ლეონოვის ხო? მაგრამ ბუზებით ხო ხალხი ბატონმა ნიკომ გადაიღო მაშინ და ყველაზე მეტი ნახველი ყავდა სწორედ ამ ძეგლს. მაგზეც კი ასია. ეს ვისი გაკეთებულია? ზურაბ წერეთლის. აი ეგ ძეგლის პერედელ კინოში ქონდა და გადმოიტანა გააკეთა. ნუ იქაც აქ ასლი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ძეგლთან დაკავშირებით წმინდა გიორგის წმინვალი ხო თავისუფლების მოედანზე ძეგლი როა გაკეთებული. როგორ შეიძლება ამაზე ესე იგი რაღაც დაგხსნეს და არ გამოხატო. ანდა მე ისე საქართველოს ისტორიაზე ვლაპარაკობ და სულ მუზეუმზე. ანდა ეს მუზეუმი რო აქ თავისი აბა ნახონ ადამიანებმა დაათვალიერონ. ამიტომ ზურაბ წერეთლის მოღვაწეობა და შემოქმედება არის ჯერ კიდევ შეუსწავლელია და საფუძველს არ არის შესწავლილი და ძალიან ბევრი განსაკუთრებით ერთი რამ უნდა ითქვა, ერთი რამ უნდა თქვა კიდე თქვა. ზურაბ წერეთლის შვილიშვილი ვასკო წერეთელი აირჩიეს აკადემიის პრეზიდენტად. დიახ. ზურაბ წერეთლის ადგილზე. ესე იგი რუსეთის მხატვრობა არ მოგიდგენიათ 600 კაცი ესწრებოდა. 600 კაცი მხატვარი რუსეთის ფედერაციის 497-მა ერთხმად აირჩია სამინო წინააღმდეგი ხო შეიძლება უნდა ყოფილიყო კიდევაც მაგრამ იქ ყავდა კონკურენტები ხო რაღაც მაგრამ ერთმად აირჩიეს ვასიკო წერეთელი როგორ ეს არ არის დაფასება ქართველების კაცო ეს არ არის ზურაბ წერეთის დაფასება არ არის იმან განაპირობა თორე ახლა მაგრამ უნდა ითქვას ისიც რომ ვასიკო არის შესანიშნავი როგორც ხელოვანი და ხელოვნებათმცოდნე და ორგანიზატორი არის არაჩვეულებრივი ესე იგი ბევრი რამ რომელიც საომალოდ გაკეთდება მე დარწმუნებული ვარ მისი ხელმძღვანელობით გაკეთდება და ის ძალიან ნათელ ისეთ ფურცლებს ჩაწერს ქართული კაცის ნათქვამია ისაჯობს მამულისაც რომ შვილი ჯობს მამასა და მერთმაკნას რომ შვილი კიდევ უფრო უკეთეს სახელი და ასეა მისი ქალიშვილი ლიკაც არაჩვეულებრივი ისეთი შემოქმედება აქვს მას ხატრობაში მე ხანდახან ვეუბნებოდი ხოლმე და ვეუბნები ახლაც რა ამის წარმოჩენა საჭიროა შუშაზე იმაზე მუშაობს რაღაცა სასწაული არის ამის გაფორმება არის მაგის გაფორმებული რაღაც დიზაინერული ნამუშევრები ძალიან
ჩვენ ახლა ისეთ პიროვნებას ვეხებით და ისეთ ოჯახის შვილებს, რომ ამას 1 და 2 გადაცემით ვერ ამოწევთ. და ზოგჯერ მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მადლობა გადავხადოთ ჩვენს მაყურებლებს, მადლობა გადავხადოთ ბატონ როლანდ კილარის და ბატონ ნიკა მესხიძეს, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობენ ამ გადაცემაზე. წარუმატებელს რომ ქართული ტელევიზია და წარუმატებელს რომ წერეთლების გვარს საერთოდ სრულიად წერეთლებს და სრულიად საქართველოს. მერთვა გისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრაში.